გიორგის ძიძა მოუყვანეს. არ გამიცივდება ატყუა რა ამინდებია დედა. აი დედა გეხვეწები არ მინდა რა გთხოვ რა მატყუა რა ამინდები ეზოში შენ არ მიშვებ ფანჯარა შენ არ მიღებ და რომელი ამინდი მომატყუებს სახში არ მინდა. გიორგი 60 გრადუსზე მაქაწეული გათმობა მაგრამ მაინც ვერ ვენდობი შვილო მოდი. აუ არ მინდა დედა გთხოვ რა არ ვერ ახარ შვილო კარგად ვერ ახარ აი თვალები ბუდიდანა გაქვს გადმოვარდნილი. აი შენ მოგიკვდეს დედა როგორ ახარ შვილო კარგად. როგორ ახარ როგორ ჩამოგიხმა შვილო როგორ ჩამოგიხმა. სასწრაფოდ всё სკოლაში ვეღარ მივდივართ. გადავაბით ონლაინ გაკვეთილებზე გადავაბით უკვე всё აღარ მიშვებ სკოლაში. ვეღარ ვაიმე ბავშვი მყავს სუდან. სად არის ჩემი ტელეფონი? დედა 35 წლისა ვარ და 17 წლის წინ აღარ უნდა გაგეშვი სკოლაში. 17 წელია მე 12 კლასში ვარ დამცინის თელი სკოლა. მოგიკვდეს დედა შვილო შენ მოგიკვდეს არაფერი დედა შენს გვერდით არის შვილო. არ ინერვილო მომისმინე ახლა გიორგი დედა ხო იცი მაღაზია რო გავხსენი ქვებით უნდა დავიწყო მუშაობა ჩავიდე და აბა შენ იცი შვილო. ანუ მარტო ვიქნები შენ როცა ხო მე რა კაია გავერთო მარტო რანაერად იქნები გიორგი ვერანაერად ვერ დაქტოვებ ბავშვს მარტო სახში ძიძა ავიყვანე და ამო. აუ არ მინდა და ძიძა გეხვეწები რა გთხოვ რა თმინა ძიძა. აბა უყურე ერთი ამას. აბა რა ვქნა გიორგი შვილო იმ კალიასკაშიც არ ჩედები რომ ჩავიყვანო მაღაზიაში და გვერდზე მყავდი და თან გარტიო თან კიდე ვიმუშაო. რა ვქნა რა გავაკეთე. არ მინდა და ძიძა რა გთხოვ შენაი. აი მოვიდა. მოიხურე ის მოიხურე მიდი. მოიხურე ნუ ზახარისე. გამარჯობა მობძანდით. აი აქ დაბძანდით გენაცვალე. აი აქ პატარა სად არის? მინდა რომ გავიცნო და დავუმეგობრდო. აქ არის პატარა დაბძანდი. ოპე სად არის? აი გიორგი. ეს არის? კი. ამის ძიძა უნდა ვიყო? კი. პატარა აბა რა არის? ჯერ მარტო ერთი თვია რაც თერმომეტრით გაზომვა ვისწავლეთ იღლიაში. და მანამდე სად უზომავდით აბა? დაბძანდით კი ბატონო დაბძანდით გენაცვალე. და ჩემამდე ძიძა ყავდათ? თქვენამდე ყავდა კი ძიძა ძალიან კარგი გოგო იყო არაჩვეულებრივი ლამაზი მაღალი აი ესეთი აი რაღაცნაირი გოგო იყო ძალიან მომწონს. რატომ წავიდა? ესე მოუწია იმიტომ რომ გიორგი არის ძალიან ცელქი ბავშვი საერთოდ და თამაშის დროს აი ესე რო დახტუნავდა ადგა და კალთაში ჩაუხტა ძიძას. ოი რას ამბობ? და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ მე იქ რა მოხდებოდა. მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ აი ამ საქციელის გამო გიორგი დავსაჯე და 15 წუთი კუთხეში დავაყენე. აბა? დედა. შენ რატომ მომიყვანე ეს ხალი? აბა ვის უნდა მოიყვანა შვილო? რავი, მამის მაკაც ბიძას ნათლიას არ უნდა მოიყვანა. აი მე არ მიაქცევთ ყურადღება. აი ესე იცის ხუმრობა ამან. აი ესე არ მიაქცევთ. აი უცნაური ბავშვი არის. უცნაური ბავშვი არის. მოკლედ ეხლა მე უნდა გავიდე და აბა თქვენ იცით რა, ამას აქვს ცოტა პრობლემური ბროხები. აი აქ თუ დაეწყო სპაზმი, всё, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ გიორგის მიმართ რა, გეხვეწებით რა. აი ეხლაც ვერ არის ბავშვი. ნახეთ როგორ გიყურეთ. გიორგი შვილო, არა ვერ შვილო, ვერ არის კარგად, ვერ არის. აი წამოვიდა ოფლიანობა წამოვიდა, რატომ ბავშვი ვერ არის კარგად, აბა თქვენ თვითონ კი დედა ეხლა ცუდად ავარ. აი მართლა ცუდად ავარ დედა. აი მე ვერ არის, არ ვიცი რა. დედა შენთან არის შვილო, გამაგდი, დედა შენთან არის შვილო. ერთი წუთი დედა შენთან არის. ჭამით როგორ ჭამს? ყველაფერს ჭამს თუ პრეტენზიული ჭამს? არა, ყოველ ნახევარ საათში უნდა დააძინოთ და ყოველ ერთ საათში უნდა აჭამოთ. ანუ რატომ უნდა დავაძინო ყოველ ნახევარ საათში? იმიტომ რომ ყოველ 15 წუთში არ ჭამოს. კარგი, აბა მე წავედი ახლა და აბა თქვენ იცით. ბავშვი არ გაოფლიანდეს. ხო, არა, რატომ უნდა გავა? ვიტამინები არ დაგვილებია, ხო ჯერ? არა დე. არა, მოვიტანე ახლა ერთი წუთით არ გამომრჩეს. სად დავდე? რა ქვია პატარა, აბა გამეცანი. მე გიორგი, მაგრამ შეგიძლია ჯორიკა დამიძახოთ. ეს აღარ გჭირდება, აქეთ. გადმოდოთ. ესა დედა, შენ ჩადი მაღაზიაში დედა, მიხედე საქმეს, ეს ძალიან მზრუნველი ძიძა არ და მომაკლებს არაფერს. ხო არაფერს არ მომაკლებს? არა, არაფერს არ მოგაკლებ. მაშინ მომეფერეთ. იმიტომ რომ დედა სულ მეფერება ხოლმე. იცი რა, გიორგი, შენ ხარ დიდი ბიჭი უკვე. აი, როგორ უნდა მოგეფერო? მაშინ ლოგიში შემომიწექით, იმიტომ რომ მარტო ვერ ვიძინებ და თან უფრო ტკბილას და მშვიდად ვიქნები, რომ შემომიწევით. აი, რაღაც დროს შენთან ლოგინში შემოწოლა. დიდი ხარ გიორგი უკვე.
დედა, ძიძა სითბოს მაკლებს. არაფერი, კაცო, არაფერი. სითბოს მაკლებს ძიძა. ვინმე დედა გამისკდაგული დაიცადე გიორგი დედა ჯერ ახალი მოსულია და დავაცადოთ და ის სითბოც იქნება და ყველაფერი. რა ქენია ბა? ავიტამინი დალიე დღეს? ავიტამინი დავლიე. B ვიტამინი? დავლიე. C ვიტამინი? დავლიე. D ვიტამინი? E ვიტამინი? ერთი წუთი რა თუნდა ამდენი ვიტამინები ქალბატონო? არა ეს ვიტამინები ხო ძალიან კარგია ორგანიზმისთვის, მაგრამ აი ამის მეშვეობით ძალიან კარგად შეისწავლა ინგლისურის ანბანი გიორგი. არაჩვეულებრივად, აბა. კარგი, მოკლედ წავედი ახლა მე და ამოვალისებ, ჩავალ ამოვალ, ყურადღებას მოგაკარგ. დედა და სანთლები სად არის? პარაცეტამოლის სანთლები იქ არის უჯერ. დედა, რა პარაცეტამოლის სურნელოვანი რომანტიკული სანთლები მინდა, სად მე არის? არ მიაქციოთ ისა ქალბატონო ერთი წუთი თანამწახვალ. ანუ თანხაზე როგორც მოვილაპარაკეთ, ისე იქნება. მე არ ინერვიულობ თანხაზე, დავამატებ, თავარია, ბავშვს ბრონხები არ გაუყიზიანდეს და არ გაუფლიანდეს რა. მოაცვით რა ის ქურთუკი მოაცვით. კარგით ამოვალ ახლა. აბა გიორგი. როგორც იქნა მარტოს დავრჩით. როგორ გამოვიყენოთ ეს დრო? რა ვიცი, რამე გავაკეთოთ? მაშინ ვითამაშოთ. ვითამაშოთ, რა ვითამაშოთ? რა და სახლობანა. მე ქმარი ვიქნები შენ ცოლი. დავზრუნოთ ოჯახზე. კარგი, რა ვითამაშოთ, მაგრამ შვილი რო არ გყავს. აი მთელი თამაშის მუღამით ეგ არის რომ შვილი არ აქვს და უნდა ვიზრუნოთ მაგაზე. მოდი იცი რა ვქნათ გიორგი, ნარდი ვითამაშოთ. ნარდი? მაშინ გახტაზე. რატოა რაც გერებული ბავშვის ძიძა გამაგებინა ერთი. ბავშვის რა კაცის. ისა რა მაინტერესებს ძიძა დეიდა? თქვენ გათხოვილი ბრძანდებით? მე ვიყავი გათხოვილი, ახლა აღარ. ო, კაია, კაია. რა საკეთებ? მიქალია. კაია. ქალბატონო ძიძა, რო იცოდეთ ღამები მარტო დაძინების და დარჩენის მეშინია. იცი რა ვქნათ გიორგი? შუქს დაგიტოვებ ანთებულს ოთახში. რო გადაიწვას? რო გადაიწვას, მაშინ შემოვალ შენთან ოთახში და ვიქნები მთელი ღამე. ჩემ ოთახში მარტო ჩემი საწოლი დგას. არა უშავს, მე დივანზე მოვთავსდები. დივანი ძალიან პატარაა და არც იშლება. რა გინდა შენ ბოლო გამაგებინე? ქალბატონო ძიძა. მოდი დაჯექით აქ. რატო უნდა მოვიდე და რატო უნდა დავჯდე? დაბრძანდი ქალბატონო ძიძა აქ. არა, აქ ვიქნები სადაც ვარ. მოდი რა ხელი მინდა რომ მოკიდო. რას ნიშნავს, კაცო, ხელი უნდა მომკიდო. რას ნიშნავს რა ხელი უნდა მოკიდო? შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ ეხლა ცოტა ზედმეტებში ხო არ გადახვედი მართლა ამ ხელაკაცი. კაი რა მოხდა რა არის უბრალოდ ხელს მოკიდებ. ვაიმე ქალბატონო მაბრაზებს ძალიანად მაბრაზებს. რა და მეუბნება რომ ხელი მომაკიდინე მკერძეო. რას ლაპარაკობ გიორგი? ვაიმე გავგიჟდები ეხლა. რას მიკეთებ შვილო? შენთვის ხო იცი რომ სიმძიმის აწევა არ შეიძლება დედა? ხერხემას ჩაიქრევ თლიანად. ვაიმე როგორ არ უფრთხილდება თავს. კარგი. შეხედეთ რანერად იყო. ვაიმე გაბეცდა ბავშვი. ბავშვი გაბეცდა, მზერა აღარ უვარგა ბავშვს. ბავშვმა მზერა დაკარგა. ვაიმე შვილო, დედა სასწრაფოდ, ბავშვი ვერ არის კარგად. ბავშვი ცუდად არის. კარგად ავარდე. აბა რანერად ჩაისუნთქე. ბედნიერები ჩასუნთქა იყოს. არა შვილო, ღმას უთქვა, ეს ფილტვებიდან არის რაღაცა. არა ქალბატონო, ფილტვებიდან კი არა, 25 წლის კაცია და შეიძლება ქალის დანახვაზე ესე ღრმად ჩაისუნთქოს ხოლმე. არა, ეხლა სხვანაირი მდგომარეობა აქვს. სასწრაფო, ჩქარა სასწრაფო. გიორგი ღრმად ისუნთქე შვილო. სასწრაფო დროზე დაუჩქარეთ ბავშვი. ბავშვი სუდად არის ჩქარა. სასწრაფო აქ კი, ქალბატონო ძიძა, გეტყვით, იცით რა შეასაქმეა? ჩვენ დღეში 18 ვიძახებთ სასწრაფოს და ექიმება ჭკუა იხმარეს და სადარბაზოსან არიან ხოლმე, არ მიდიან და მაშინ გამოდიან დაუჩქარეთ დროზე. ერთი წუთი. ვაიმე ბავშვი არ არის. ანალიზებზე ყავდათ სადმე? კი, ყავდა თურქეთში ყავდა, მაგრამ იქ ისრაელი გვითხრეს. ვაიმე რაღაცა არასწორად რაღაცა გამეპარა. ვერ ახარ კარგად შვილო, ვერ ახარ. კარგად ვარ დედა, გეხვეწები, კლინიკაში არ მინდა რა დედა, კლინიკაში არ წამიყვანო გთხოვ. ერთი წუთით გიორგი. აქ რაღაცას დავაკვირდი ეხლა მე. ბავშვი რო თქვენ გიყურებთ, მაშინ უჩქარდება სუნთქვა. ქალბატონო, ხო გითხარით, 35 წლის კაცია და ქალის დანახვაზე შეიძლება აუჩქარდეს სუნთქვა. არა არის ეგრე. გეხვეწები დედა, არ მინდა კლინიკაში გთხოვ, გავიბერი ამდენი გადასხმები, ქალებში წამიყვანე, იქ კარგად გავხდები. არა, ვერ გახდები ქალებში. ხო დედა, ქალებში წამიყვანე, კარგად გავხდები. ქალბატონო, ქალებში არის ნამყოფი. არა ქალებში, როგორ გეკადრებათ? არავის
არავითარი ქარები, გიორგი ღმადისუნთქე, სად არიან ესენი? და ქალებში თუ არ არის ნამყოფი, ქალბატონო, არც რიანომობილი უნდა ამას, არც თურქეთი, არც ისრაელი, პირდაპირ ოდესაში წაიყვანეთ და ეშველება. მართალია დედა, ოდესაში წამიყვანეთ. კი, ექიმებიც მოვიდნენ. არანაირი თურქეთი. მართალია, არანაირი თურქეთი ოდესაში წამიყვანეთ. ახ, აძესა, შემდგი მამორე. ოდესაში მივიდა. სასტრაფოდ თურქეთში. ქუთაისელი ბანკირი. всё, ანუ გასაგებია. მომეცი მაბარათი. გავაფორმე იგი ამევიწერო. ესე იგი. ეს. გასაგებია. ელაბარაკო, შეცემა. ევე ჩვენია მოგცემს უეჭველი შეცემა, თუ უნდა ლაბარაკო. ის მაგაცია, შეცემა. მე მაგით ვარ ახლა ამაზე ბაგის მეტი რა. ოცენს გაიდა, ის ამგეს, ხო? მე ახლა პროცენტი всё. არ მაინტერესებს თავად. ეგ არის? აი, მაშინ გვერდი. დიდი მადლობა და იგი, გეიხარე და სულიკეს ეშა კაემებს მეიხარე მაფული. კარგად ამან. არა, მოიხა. ო, ბარო, ვიჯები. დაჯერ. ახლა. გაშვები, რა გიქ. ელე ჩავართვა შეიძლება? შეიძლება, მაგრამ რაშო? თქვენ რაშო? ასვი ვართ, კარგად. ვიცი, გავარცით. თქვენ ემზადებით. ჩვენ რა სადა იწყე, აქ დაიწყე მუშაობა. აპა სადე მეწარ. ბანკში და ხაზარაზე დაანება, თავი შენ ახლა დაიწყე? აი, რა გინდა? მომისმინე. რა ხდება? რაზე მოხვდ? თუ რა რაფარ არ უნდა იყოს, სამსახურშია კაცი და მუშაობს მე იყო კარგად. მომი რაზე მოხვდ? რა ხდება შენ? ბიჭო, რა ხდება? სიმონ, კაროჩე წასვლა გვინდა რა, იქეთ, რა ქვია, ევროპაში გვინდა წასვლა. ხო რა. არის რა წინაზე სადაც ვიყავით. კაროჩე და ფული მიგვაგდა, სიმონ. აიუ. ხო და ხვაზე ხარ, სიმონ, ახლა აქეთ ვიყავით, იქეთ ჩამოვედით, კაროჩე აქეთ ავარ, დაგვეხარჯა, რაც დასახარჯი იყო, სიმონ და ხვაზე ხარ, ახლა რეისები გაიხსნა, და რა ვიცოდ, პანდემია თუ იქნებოდა. ხო, კაროჩე ნიშნით შევიდე. პოლონეთმა გახსნა, კიდე აქე და კაროჩე გასვლა გვინდა რა, ქვეყნა ფული დაგჭირდა, სიმონ, ამძილი. შევიდეთ ლიჯბი მეტი არა პრობლემა რა. ლიჯბი გამეჩე. შევიდეთ, იქა, იმიტომ შეწუხებაც არ გვინდა ახლა ვიღაცა. კაროჩე რა, სიმოს სესხი გვინდა რა. სესხი გინდა? ხო. ეუ, ბიჭო, 10 წუთით ადრე ვერ მოხვედით, ვიღაცა უცხო კლიენტს გავატანეთ 15,000 მაგიზებმა, აგერ ახლა. აგერ, ბიჭო, რამოდენიმე წმარდი, არ უნდა. ეუ, რა დავწყნალე, სიმო, რა ვქნა, აუ, იმერული თაობა აიჯი, არ უნდა. რა ის თაობა მე ვიფიქრე, სიმო, ახლა ჯერ იმას ითახა არ ექნება დარიცხული, დავბლოკავ იმ თახას არ ყვილს მენეჯერთან, მაგინე მოგცემ მე. არ გამოგარდა, სამსახური. აიუ, რაღაცა ჩვენი თუჩალიში. კაი, მომისმენ, 13 ხარს რა თქვით? ევროპაში მიდივარ. ევროპაში რა გინ, რაზე მიდიხარ? რაზე წავალთ, ახლა რაზე და გაცვლითი პროგრამა USAID-ის ეგიდით, ახლა რაზე წავალთ. მალადით, მაგი მაგარია, ვიჯო, იმენა სამსახური და დაგასა. შენ მე თავი ხო არ მეგირტყია, რამეს რა ის USAID, რაზეც დავდიოდით, იმაზე მივდივართ ახლაც, მაგრამ ისე სესხიდან თუ დაგეხმარება, მაგრამ მონაცემებში ჩაწერე, ეგიდით, ასე ეცა, მაგაზე ხო იყავით, ქენის რამე? ბიჭო, ახლა ბიჭო, ჩვენ თუ ვიყავით იქანა, ახლა ქენით კი არა, საქმე ვაკეთეთ, იმის და დავატირე. ის ერთი რა ქნა იქანა, როის. კაი, აქ რა გაიხე. კაი, ბიჭო, კაი, გაჩერდი ბანკში ვარ და გამაგარგეთ სამსახური. ვისე უნები? ისე უნდა, ამაზე უნდა. და რასე უნები, მაგას? ასე უნდა, არის რა ევროპაში. მე ვიყავ ევროპაში. იქა როი. შენ არ იყავ ევროპაში? არ უნდა, მე ვიყავი იგი. შენ რა ქენი იქა? მე რა უნდა მიჭირე, რა უნდა მე. ხო, აბა რა გინდა? მე დაგიჭირე? შენ არ ამიჭმა დაჯერ მოვიყავ. დაჯერილი იყავი, ხო, მე რა ჩემი ბრალია. რა გინდა, მე? არაფერი არ მინდა. აბა რა რა გინდა, არ ძინავ მინდა რა. ხო, აბა მე სესხი მინდა რა. ეს თუ ამაზე დავარაგ, მე რას ვიცი. კაი, ბიჭო, თქვენ რა აქეთ, ბიჭო, რა სუკი კლაუდა მე გაიჭი. არა, გაჩერე, ბიჭო, შენ გასკვია, ნუ გაჩერე, რასაც ვაკეთებ. აი, სანამ მიდი, მიყევი, სანამ შემშებას დავიწყებ და იგი ყავა, ჩაი, რამე ხო არ გინდა. არა, არ შეგაწუხეთ, კაცო, მაგაზე. რა შეწუხება, უფასოა, მიაჭერ, კონკრეტ შასხავს, რომ დალიე თავი. შეწუხება არა ის. და აი, ახლა ვაფშე მაგარ პონტებში ვარ, კაი სიმღერები, კაი გოგუები, ყავა. არის სიმღერები? არის სიმღერები. Call me sugar. Show my love. აი, გაჩერე. გლატაოდის, აი, ევროპაში. მაგარია. აი, არ ვაფერი, კაროჩე. კაი. კაი, всё, მომეც პასპორტი მაშინ. პასპორტი ვაფორმებ. ისა მაქვს საქართველოს გინდა, ლიტვა თუ უკრაინა, რომელი გაკეთებული მაქვს, იმ რამოდენიმე. ბიჭო, ლიტვა იგია, ხო, ლიეტუა რო დაირქვა, სიმო? ისა, ბიჭო, არა, მაგის ვიფიცამ, რა. აუ, ჩემი ბიჭო, ის წამომიღია, სიმონ, ლიტვის პასპორტი წამომიღია, ბოლოს ეგი გავაკეთე და მიიღებ აი, ბიჭო, არა, პრობლემა არ მინდა ვაფშე. შემიძლია გავარდე. არ მინდა, ბიჭო, არა, სახელი გვარი მითხარი რომ შევავსო, ბრო. სახელი გვარი არის ბავშვობის მაგაცი ხარ, არის იცი, ბიჭო. ბიჭო, ფორმალობაა და კამერები მადგია თავზე მითხარი, ბიჭო, რო არ და მაშინ თორნიკე ზანკალიანი ჩაწერე, მირი თორნიკე ზანკალიანი. რა ის ზანკალიანი, ტაბიძე არა ხარ, ბიჭო, შენ ხო არ გააფრინე. მაგი რა არის, იცი, იტალიის დებოდი, სიმონ, რომ შემოვთქო, მე დედის გვერდზე გადავედი, სიმონ და მაგისამ მაგამ ვავიდა. მოიცა, დედა შენ კუხიანძი არა?
დედაჩემი კუხიანიძეა, მაგრამ დედაჩემს საბერძნეთის ამ დეპორტი რო შემთხვა. სიმონ დედამისის გვარზე. კაროჩე, რთული ამბავია, სიმონ და რასაც გეტყვი პირდაპირ რო. კაი, გასაგებია. გეიგე, მაგას ახლა. შენ ბიჭო? მე თემური პატარეძე ტორესი. ორესი რა ჯანდაბა? ბიჭო საბუცებ ჩალიჩოვდა ქალი მყავს იქა ესპანეთში და. ვერ მივხვდები, სიმონ ასე ადვილად თქვა, გითხარი. კაი, მომისმინე, რამდენი მჭირდებათ, ხა? ბიჭო, კაროჩი, ახლა სიმონ, რავი, გრუბად რუები, ხო, $15,000 გვინდა. სიმონ, გაწიე, გამოწიე, თავის ხარჯებით, ყველაფერი. $15,000 რა გინდა, შეჭე? აფერ არ გინდა, $15,000, ბიჭო, რო ჩავარ. ბინა არ გინდა, ვიზი? ბინა რა ვარ. მერე ბინა თუ გინდა, მანქანა არ გინდა, გახვიდე. არა, იმოძრავ. სასმელი, საჭმელი, 1-2 გამოსასვლელი, რაღაცა, მედიკი არ არის, ერგები ასწლის ეგი. რა ვსვლი რა, აბა შენ როგორ? შენ რას დათვალე? ახლა მაგი არის ჰაჰა არ გეექცება $5,000 და 10 რა თქინა მე. ბიჭო, მომისმინე რო ჩახვალ, იქან 1-2 რო ვერ ქნა, ვერაფერს სახში არ აგზავნი არაფერს. თუ რა ვიდოვაჭი, რა მე იქან ევროპაში ხარ და ფული არ აქვს, შენ და სახში $1,000 რა გამოგაგზავნე, ოჯახში. მე რა გეყოფათ ეს ფული? ბიჭო, საყობისა რა. საყობ. რა არის ისი? რაფერ არის, კაროჩე, იცი თუ რაღაცა მიგვაკდა და იქ ხლამას დაქცეულიც კი არა ვარ, რაღაცებს წამოღებული გვაქვს იქიდან. ბოლო ავდგები და აი ავყიდე, სადაც სიმონ $500 მინიმუმი, სიმონ ეგიდა. ეს რა დავიწყო და დავიწყე. არაფერი რა დაიწყეს. აბა რა გინდა? შეგვაწუხავი ამ საათი მთელი უბანი შეგვიკლა ხელში, სიმონ 1 საათი წამეიღო და კაროჩე, სიმონ და ყიდისთან რა ჩამეიტანა იმის მერე აყიდის, სიმონ. კითხე ერთ თუ გაყიდა, ან რატო ვერ ყიდის კითხეს. რატო ვერ მაგრამ გეილექსე იგი ის თქვი, რატო ვერ ვყიდე, ვიზი? ავიც მე რატო. რატო იმედო ვერ ვყიდე, რომ არა აქვს, ვიზი, ახლა აქვს ფული აქვს და ახლა $500-ზე ხუთლარად ხوار გავყიდი, მაგრამ ერე შეჭემალა, მაგი თუ იცოდი, ხალხს რო ფული არ ქონდა, რას მოქონდა? აბა დამჩენილი, იქან თუ რა გინდა? დამჩენილი. ლოგიკა ვერ მივხვდი თუ არა. დამჩენილიყავი, იქან აბა გამეცე. არჩენილიყავი, არ უნდა დარჩენილიყავი, რა გინდა? შეწუხდით უკვე ამდენი საათი. აბა რა გინდა ახლა რას მიხს? ები რას ნერვიულობ, შენ საუბარს მოვაყოლე თუ არა საათი მაგარია რა. მე მასე თქვი. მაგი ახლა შტერი უნდა იყო ხუთლარად, მაგრამ ეს საათი რო გაყიდო. ო მასე თქვი. მაგი შენ რო ხნა მე არ გაგეკეთებია რა. აბა რა. კაი ბიჭო, კაი ბიჭო. აი ხო შეიძლება არ არის მაგის. დამაკარგიებ სამსახურს ბიჭო. კამერები მადგია თავზე ბიჭო დამაკარგიებ. ხომა ხო შეიძლება ასე ხო? ვინ არის ეს? კაი განცხადება ვის სახელზე შევავსო? ხადება? ამის სახელზე შეავსეს. ეს შენ რადო არა? ები მე გაშავებული ვარ. რამ გაგაშავა? ბიჭო, სტრაფის ეს ხირვა იგი ევიღე და ეტყობა ნელამახ ნახელი სიმონ. არც ახსენე. ბიჭო. აი მინდი ხო. კაროჩე ახლა გადავხედე და სამომხმარებლო პროცენტში ამხელა თანხის მოცემა გამიჭირდება. ეუჩე. რატო? ხუთ? ნუ მეუნე ბიჭო მაგას გაჩენი. აი, გაჩუნა, დაგვიმტკიცე, ერთის ეს. ბიჭო დავკარგავ სამსახურის კამერები მადგია თავ ნუ იგი მეუნე. გაჩანია, შეავსე და დაგვიმტკიცე. გაჩენი ბიჭო გამანები თავ დავკარგავ სამსახურის. ორი სიტყვა მასშტაბი შეჭება, ახლა მოსულები ვარ. გამიჭირდება, მომისმინე, ახლა გამიჭირდება ამხელა თანხის მოცემა, თან მიზნობრიობაც მოსაფიქრებელია, გამიგი ამ სესკო. ბიჭო, დაგვიმტკიცე, სესხი და მიზნობრიობას სამი კაცი რა ვერ მევიფიქრეთ, რა გინდა ახ შეიძლება. არა, ბიჭო, მასე მიზნობრიობა რაღაცა უნდა მიუთით. მე ვიფიქრე თქვა ხალხი ვარ, ახლა ამას რა ქვია, რამდენი აქვს კაპიტალი ბრუნვა თუ იცი ამ ბანკს საერთოდ? რამდენი აქვს და 100 მილიონია. ჩემო რა შოვა ხალხის. მერე მომისვინე აგერ $15,000 ახლა რომ მოგცე, აგერ ვერც გეიგებს ვერავე. თუ გეიგოს აი, ბიჭო, აი. ვინმე გეიგო. კამერებია, ბიჭო, გაჩვენე. კაი, მე მაინც გითხარი და გაგაფრთხილე, ხა გადავაგზავნე აგერ და ნახოთ ერთი რა. ხო. სავარაუდოდ რომ უნდა მითხრათ იმის. სავარაუდოდ რომ ანუ რომელი რიცხვი გამოვაგზავნე? რიცხვი, ხო, რომელი რიცხვი შემოვიდა თანხას, რომ მიუთითო. რომელი რიცხვი გამოვაგზავნე? მაგი რა ფერ არის? მაგის ზუსტი თარიღი მაგისი ცოტა ისეთია. სიმონ, ახლა იქანა რა როგორ იქნება სიმონ, როდესაც გამოვაგზავნე 60 ხარ, უცხო ქვეყანაში ხარ, და ჯვარი გზერია ხარ, რაღაცა. ხვაზე ხარ, სიმონ ხელი რო შეგეშალოს ახლა რა ვიცი, მაგი ბიჭო და ისინი არ გამოვა ახლა მას რაღაცა რიცხვი უნდა მიუთითო, შემოტანის რიცხვი, აბა ისე რაფერ შენს მომასვლის აღარ მასე ახლა ამის თქვენს არ იყოს ჯვარი გწერია, ძმაო, აკაურობასაც, მე შენს და ყველას, მან აღა ორამე იყოს, თან ჩახვიდე და არ წევიდეს, ისე ახლა მიუთითო რიცხვი და მე ვერ ხნა აგი ახლა არ მაწყობს. მაგის ახლა მაგის ვალდებულება. მაგას მიჩემნი არ დამტკიცდეს. შენ ნორმალური რიცხვი მითხარი რა მიუთითო ისე შანსი არ გამოვა. რავი, მასე თუ მიუთითეთ 15 რიცხვი 12 საათამდე. არა, საათ საჭირო. ბიჭო, თავნისახე მიეცი და სხვანაირად იჩალი. ჯობია, სიმონ, ჯობია. მოგეწოდინება რომ სარბენი და საშალიჩოა სხვანა, ჩვენი საქმე ჩვენ ვიცით. ხო ვიცით, ახლა ჩვენი. კაი, შეო, აგერ მოაწერე ხელი მაშინ ამას. გენდობი, ბოშობის მაგაცი ხარ ხო? გოუშ. გადააგზავნე პირდაპირ. მოაწერე ბიჭო ამას ხელი რომ რაღაცა მოაწერე ამას ხელა გადააგზავნე აგერ. ხო, დავაი გადააგზავნე და თუ დამტკიცდება, ძმაო, დამტკიცდება. თუ არა და, კაროჩე,
იცოდე რომ შენი კაცური შაგი გაკეთებული გაქვს, მაგრამ უკვე და ტალში ახლა ხო თუ რაღაცა არ დამტკიც და ჩვენი ის გვაქვს ახლა ბოლო დაქცეული არა საათი მაქვს აგეს. ამას გავყიდი $500 ვიღებს. მაშინ და ბილეთის ფულს აყერერები. აგი ერთი რო გეიტანო ბაზარზე ეგრევე გაყიდულია. ყველა ვარიანტი, ბეჭვი. სუგიო გეპარება ბეჭვი რამე შენზოას პროსტა რა მაინტერესებს, იცი? რომელი საათია თქვა კითხეს, იმო დრო თუ მუშაობს ვაფშე იგი მაინტერესებს. მეტი არაფერი არ მინდა კითხე. რანაირ გაცლაბარაკავს, იცი ისე გამოვდიოთ. გარე ბავშვის ბიჟუტერია, მაგ ხელი არ მოგიდავს. ეცა, შენ ვერ კამერებია. აი, ბიჭო დაწნა. ბიჭო დავკარგავ სამსახურს, გაჩუმდით, ბიჭო, გაჩუმდით. აა გადავაგზავნე და დაველოდოთ, მოვა პასუხი. ეგარ ვითმე, ბიჭო და შო. შიო გადაგზავნილია და იქ. გაიბოვშია, ბიჭო, იქ შეხედეს იმო? ვინა, იბოვში, ბიჭო. იგი ჩვენი მოლარე ოპერატორია. მოლარე ოპერატორია? ბიჭო, მომისმინე ისე, შენ მაგით ვერ გამეიყვანე, მასეს ხი გადამამისამართე იმას. შეავარ, უკვე ვარ გადამისამართებული მე იმას. აი, მაშინ მასე. ლახასი. რა იგენ თუ სანამშრომლები, ახლა დოხი ეცამ გოგოს. ხედე, აქედა სამი ჩვენ დავხვდები და გავაკეთოთ კორპორატიული. არის ზავენ მასები, მაგის სხვანაირი არის. რას არის ზამე არა. ისავე მასე იზახოდნენ ევროპაშიც, გან ხალი არის ჩითევა, მაგრამ ხალები მყავდა. იმნაირი გაზეთიდან ამოჭრილები, რა, არის ზამე, ვინ რას არის ზავს. კვადროა მოსულ. ევროპაში ხალები მყავდა, რაკენ, მე რო გავდა, რაკენ. ისეუნე, ისეუნე შეგეუნე. რას მეუნე? რას ხო იყავ ევროპაში? მე რა ვერ არ ვიყავ. ხო გავდა ხალები. გავდა. მე შენ არ იყავ ევროპაში? მე ვიყავ, მე შენ არ გავდა ხალები? მე რა გენ შენ? ბიჭო, ახლა თვალი ვიყავ, რა უნდა მე? მაგინდა მე და გათხრე თუ რა გინდა? შენ არა თვალი ხო ვიყავ? მე ვიყავი და ნუ ვიყავი, მე რა. რა გინდა, შენ არ იყავ თვალი? მე თვალი ვიყავ, მასე ბიჭო, თვალზე ცოლი იმყავს, უნაყვა. მე მაგი აი მე. რა მე? ორდღეში კი მაგიდო გეგესა, ორდღეში. მაგის სხვა ლაბარაკია. ლაბარაკა ვერა ბავშვი დაგჭა იმისგან და. მე მომავალი ცუდია, რა, ჩერდი. აი ბიჭო თქვენ, კაი ბიჭო დავკარგე. მე ვიდა პასუხი. მე ვიდა, პასუხიც მე ვიდა. მე ვიდა, რა ხდება? აუ. შე ბიჭო უარი მე ვიდა ბიჭო ამგენის დედა ვაფშე არ გამითვალისწინეს ბიჭო ამგენ შენ რა დამაწნევ ბიჭო უარი რაფერ მე ვიდა ბიჭო აი და ამგენის დედა სადაა კამერა ახან სათაო ბიზია შენ უარი რომ მივიდა მე უყური ამას კაროჩე რა დამაწნევ ბიჭო მომის რამდენი გინდა თქვენ 15 სი კაროჩე გადით და გამევიდა აი მე მაგის გამო არ დაგა გვაქვს სამსახურ საათი მაქვს მე რა ის საათი გა გადი ბიჭო ერთსამე გადი საათი და გამოვარ მე აი ცოტა ისე გადი ბიჭო ერთსამე გადი თვითგებით გამოვარ მე გამოდი აი საათი დაცვა დაუშვათ შუქი ჩაქრა მაკამერა იღებს მაინც ეიბთან არა მე ისა ერთი წუთი მოდი წვილი რემონტისთვის მომზადება. თემო, იქე მომაქციო ყურადღება? რა არის? თემო მხედე ეგრე არ მინდა რა. რა ხდება? აბა? რა არის რა აბა? ამაგებინე ახლა ვერ ხსები. დღეს რა დღეა? ჩვენი ჩხუბის ერთი წლის თავია? დღეს რა დღეა თქო? აუ, შენი დაბადების დღეა და რანაირი ქმარი ვარ, რომ არ მახსოვს შენი დაბადების დღე და მარტო საკუთარი თავი მახსოვს და მე სხვა არავინ არ მახსოვს და არა. არა, ბიჭო. აბა, რა გინდა რა? დღეს არის რემონტის დღე. აუ, ძალიან მაგარი. ეხლა მალე მოვლენ ჩვენები, მოიყვანენ მუშასაც და всё, რა გავცხებთ რემონტს დავიწყებთ. ძალიან კარგია. დაჯექი საათაშორის რაღაცა მინდა რო გითხრა. მამაც შემახო ნახევარი ფული მოგცა. მამა შენმა ნახევარი. მოდი ნახევარ ჩემი გემოვნებით გავაკეთებ რემონტს, ნახევარი შენი გემოვნებით გაკეთეს. რა იყო? არა, ანუ განა რამე და რაღაცა რა. ანუ უბრალოდ, ანუ ჩემ პონჩი ხო ხტები დავფიქრდი რაღაცა და ანუ რა გამოდის ისე ხა რა? მე რომ мама არ მყავდეს, ანუ რემონტი გაკეთდება სულ შენი გემოვნებით, ხო? ანუ ესე გამოდის ხო რაღაცნაირად რომ ანუ რავი რა არის? რატო აკეთებ ხა ეგრე? რა არის? აკეთეს შენი გემოვნები, როგორც გინდა, შენ ისე გავაკეთოთ თავიდან ბოლომდე. მართლა? კაი. მაშინ იცი რა მინდა? საძინებელი უეჭველი მინდა რომ იყოს ბნელი რა, იმიტომ რომ ცოტა ინტიმურია რაღაცა, კარგად დავისვენებთ და კარგია რა. ერთწამე. ბნელი რატო უნდა იყოს საძინებელი, როცა შეგვიძლია რომ იყოს ნათელი, ანუ სიბნელისკენ რატო მიდიხარ მანდამაინს, ხო ხტები რა? შეგვიძლია იყოს თეთრი და ნათელი, ხო შეიძლება ახალგაზრდა გოგო, მაგრამ არა ბნელი უნდა იყოს. თეთრი. ანუ თეთრი იყოს, ეს იმიტომ თქვი რომ შენ მოგწონს, ხო? ხო.
არა, ხო, რა თქმა უნდა, რა პრობლემაა ეხლა, რომ თემუკას მოწონს, რომ იყოს თეთრი საძინებელი და აბა რა? აი ეს რა თუნდა, გოგო, ეს რა თუნდა? აი ეს რა თუნდა, ხო, იმიტომ მომწონს და მაგიტო ვამბობ, რომ მომწონს, აბა ეს უნდა ეხლა? ხო და ანუ ციაკო რა არის, ანუ სად წავიდა, რომ გაქრა? აქახარ, გოგო, აქახარ, ჩეულებრივად, სადღაც წასვლა. ბაზარი არ, ანუ მე განა რამეს სომო, პროსტა ანუ რას ნიშნავს, რომ ანუ მე მინდა თეთრი საძინებელი და ანუ ციაკო. ეს ბლაზვა რა თუნდა, გოგო, აი რა თუნდა ეს ბლაზვა გამაგ. ანუ ეხა ეგ კი არ უნდა მითხრა, რომ ბლაზვა რა თუნდა, ვაფშე სხვა რაღაცა უნდა მითხრა. ხარ უნდა გითხრა თუ? არა. აბა მაშინ შენი გემოვნებით გააკეთე რემონტი. მადლობა რომ მოიფიქრე. კაი. მოკლედ, საძინებელი უნდა იყოს აუცილებლად ბნელი, როგორც თქვით, კარი. აუ, ვაფშე ძალიან მაგარი, შენ თავს მიწავარ. ხო იცი, ლუკას და ნათიას რო ძალიან მაგარი სახლი აქვთ, აი მაგ სტილში რო გავაკეთოთ სახლი, იქნება ძალიან მაგარი, არა? კი, გავაკეთოთ ეგრე. იმიტომ რომ მაგათ მართლა ძალიან მაგარი სახლი აქვს, შენ თავს ფიცავარ, პროსტა როგორი ინტერიერია, ეს სასწაული სახლი აქვს რა. სასწაული თან შენ ხო ყველა სასწაული სახლიდან ნახი გაქვს მსოფლიოში. და ლუკას და ნათიას სახლი ეთყობა ამ სასწაულ სახლებს შორის ყველაზე სასწაულია და გავაკეთოთ ზუსტად ისეთი, კოპიო გავაკეთოთ ლუკას და ნათიას როგორ იცავთ. აი ზუსტად რა ისე ჩვენი გემოვნებით ხო არ გავაკეთოთ რაღაც სირობას. ლუკას და ნათიას როგორ აი გადმოვიტანოთ. ბავშვი მათი სახლი აკეთები. თემო, რატონია ეს, ანუ? ანუ არაფერი ტონი არ არის, ანუ ჩეულებრივად გეუნები, რომ ზუსტად ლუკას და ნათიას სახლი როგორიც არის, ზუსტად ისეთი, ვაფშე რა ვქნათ თუ გინდა იცი, თუ უფრო გესიამოვნება ეგეთი რაღაცა, შენ მე დღეიდან აწი ნათიას დაგიზახებ და მე ლუკა ვიქნები. ნათია ლუკა რა. უნა დეგენერატი ბიჭი ხარ, მე დეგენერატი ხარ, მეტი არაფერი არ ხარ. ნათი რა საკეთებ ნათი, რატო აკეთებ? თუ ნახე პროსტა რა, აი ვაფშე სათხარ შვილო, სათხარ შე სოფლელო ბიჭო შენ. სოფლე მე ვარ სოფლელი. ხო შენ ვაფშე აი ძალიან დეგენერატი ხარ და სულელი ხარ და სოფლელი ხარ. გოგო, მე დეგენერატი მაინც ვარ. გოგო, გაიგე, აი მიხვდი, ეგ მინდოდა რომ გეთქვა, გაიგე? მე დეგენერატი მაინც ვარ და შენ არავინ არ ხარ, გოგო. ვაფშე არავინ არ, ხაერი ხარ, პროსტა სუნთქავ, გაიგე? არ შენი გემოვნება გაქვს. შენი მე არა გაქვს. არ არსებობ, გოგო, პროსტა არ არსებობ. სახელი ნორმალური. გაიცი, გოგო, იქ გაიცი. ვინ არის გოგო დეგენერატი? ხო და შენ რა გინდა, აი რა გინდა გამაგები? ბიჭო, სულ გაგიგია რომ ჩხუბობთ, აი რატო უნდა ვჩხუბობთ? მართლა ვერ ხვდები, რა შეიძლება რაღაცა მოგვარდეს. მე და შენ კი არ ვჩხუბობთ, ეხა ჩხუბობს ნათია და ლუკა. მე ვარ ლუკა, მე ვარ დეგენერატი და ნათია, აი ნათიას და დედა შე. გაიგე? ნათიას დედის გოგო. რა ნათია, რა ტიგა, ნათია და გაახვევიე, მანქანა და არაფერი, რა გინდა ჩვილო ბოლო გამაგები. მამა რა იყო შვილო, მე და ვაჟა ვჩხუბობთ ხოლმე ეგრე, მაგრამ ორ წუთში ვჟღურტულებთ, ისევ 100 არ არის ვაჟა შენ შემოგე. აბარა ბიჭო, აბარა ძმაო. რას ამბობ? რა იყო მამა? ორ წუთში მავიწყდება ყველანაირი იწყენ ახლა. სიტუაციას გააჩნია პლუს მინუს 5 წუთი ახლა შეიძლება აკეთ არა. გამისწრა შვილო. აუ მამა ძალიან დავიხალე. აი არაფერი, აი განა რამის გამოვჭყობთ. აი პროსტა ძალიან სასაცილოა მართლა რა. ანუ უბრალოდ მინდა რომ გავაკეთოთ ბნელი საძინებელი. ბნელი ხარ და იმიტომ გოგო. აი მამა. ხო, ნათელი ხარ და გამინახებ საძინებელი. ხო ხარ, ნათელი იყოს, ხო შეიძლება ბნელი რატო რა უნდა იყოს რამე სახში. ბიჭო, შეთანხმდით ორივე და რაღაცა ბიჭო რაღაცა. კარგი რა შვილო, კარგით რა დედა რა, რით ვეღარ ისწავლეთ ეს სიამტკბილობა, ახალი შექმნილი ოჯახი აქვს. შეიძლება ესე? ნუგზარი, მომისმინეთ, ნუგზარ. რატო ნუგზარ ჩვენი საძინებელი ბნელი? იმიტომ რომ დილით პირველი შენ არ დაგინახო, დილით რას გავხარ შენი დედა. შედა მამა. კამფეტის ოჯახი ბიჭო, რა იყო? კარგი რა თემო რა დედა. რა იყო მამიკო მართლა, რა მოვკვდე? ძალიან დავიღალე რა მამა რა მართლა რა. აი მოვიდა ეხლა მუშა და აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი. უბრალოდ მარტო რატო ხარ გამაგებინე? ჩემი პარტნიორი გელა ხო ჩვენ დიდი ობიექტი დავიწყეთ აი იქ რასტორს რო ვზელდით ის გასკდა რასტორი და გელას გაყვა. ვახ, მაგარი მუშა. თუ არა დამაჯერებლად ჟღერს, მაშინ ბებია გარდაეცვალა. რას ამბობ? საწყალი ძმაო, საწყალი. ვიზიარებს, მაო. იავარდი ძმაო, იავარდს. ანატოვარმა დიდხანს ცოცხლეთ, მისი სული რომ მოიგონიოს. აი უხ. ხადასმართალი განისვენებენ ძმაო. რამდენი წელი? არ ვიცი თაბა. აუ რა ქალი დავკარგე. აბა რა, როგორ გინდა თაბა მითხარი, ჩავიწერ და მივხედავ ყველაფერს 5-ზე გავაკეთებ, აბა. აბა მიდი სამზარეულოთი სამზარეულო როგორი გინდა? სამზარეულო. სამზარეულო არ ვიცი. მიდი მა და უთხარ. როგორ?
არ გვინდა სამზარეულო რა. მოიცა, ერთი წუთი ბოდიში ყავალ და ანუ რას ნიშნავს სამზარეულო არ გვინდა? რატო არ? გოგო, საჭმელი შენ არ აკეთებდა რა მნიშვნელობა აქვს? ეხლა საძინებლიდან გამოიძახებს საჭმელს, აქ ზმობას გაფიცებ რამე. აი мама, აი ცოლი არ აკეთებს საჭმელს. საძინებლიდან გამოიძახებს თუ აბაზარიდან რამე მნიშვნელობა აქვს? ოჯახის უთხარი გეხვეწები ხალხი არა გოგო ნიშნა გაწიე ხელი. კაი ბიჭო, რო არ ინერვიულოთ, ასე უთხარით ერთმანეთს რაღაცა არ იცხუბოთ, არა, ვაფშე როგორ გამოგყევით ცოლ და რანაირი ჩემი ცოლი ხარ? ერთი წამი როგორი ჩემი ცოლი ხარ? გამაგებინე. არაფერი ჯვრისწერა ჩვენ არ ქონია ხელი, ჩვენ არ მოგვიწერია. ერთი შენი ბიძაშვილები და დეიდაშვილები რო ჩასკდნენ იმ ქორწილში, ეგა ერთი ხელშესახების საბუთი და რაღაცა. შედეგენერატოფი. შაი ერთი უდგემოვნოს ერთი წუთით მომისმინე, ახლა აღარ უნდა ამდენი ლაპარაკი. ყველაფერი გავაკეთოთ, მოდი ჩემი გემოვნებით. სამზარეულო იყოს შავ-თეთრი გენაცვალე. გასაგებია? არა, ნანა, შენი გემოვნებით რას ნიშნავს? მე მგონი რომ ეხლა შავთეთ ჯობია რომ სადაფერი იყოს, უფრო უკეთესი იქნება. როგორ გეკადრება ნანა რა? არა, რას ნიშნავს როგორ მეკადრება? ეხლა სადაფერი რომ უფრო გემოვნებით არის და გამოირჩევა და ასე შემდეგ, ეგ მე მგონი ყველამ ვიცით, ხო? ანუ რუსიკო, ჩემო კარგო, რა გამოდის? ეხლა რომ გემოვნებაზე ვდაობთ? დიახ, უკათ რომ გემოვნებაზე ვდაობთ, ნანა, იმიტომ რომ უგემოვნოთ გაკეთებული რაში მჭირდება? აი, სხვათა შორის, რუსიკო, გემოვნებაზე სულ მახსენდება ჩვენი ბავშვების ქორწილი. რა გახსენდა? აი, შენი გაკეთებული რო იყო ეს ქორწილი, აი, გემოვნებაზე სულ მახსენდება. იმიტომ რომ უგემოვნოთ იყო აბსოლუტურად გაკეთებული დიზაინიც. არც მუსიკა ვარგოდა, არც საჭმელ-სასმელი ვარგოდა, არც დარბაზი ვარგოდა და არც თქვენი მხარე ვარგოდა. არა, ატყვები ნანა, ჩემს შვილს სემპათი. თევზი იყო ძალიან მაგარი, ახლა დამეთანხმეთ მაგაში რა. ჭირდება შენი ნუ. ვაჟა, მოდი ახლა კაცი ხარ ძმაო რა. არ გვინდა ქალები ჩართვა, გეხვეწებით. დაჯექი დაისვენ და გვიყურეთ. როგორ ყოველთვის მართა მოდი მუშაკაცი მოდი აქ შენ არ თენა ქალები. ჩემ თავზე ძმაო, ახლა თუ მენდობი. მოდი ჯიგარო ვაგერ ახლა, უყურე რა ხდება. საძინებელი იქნება შავფერში, სამზარეულო იქნება ტყავში, ბათქაში, ბუთქაში, მიდი მისხე მაგის დედაცვატია, დანარჩენი შეხა შეგვიძლია. არა, ბიჭო, მოიცა, რას ლაპარაკობ? ნუგზარ, მოდი აქ, ამას არ დაუჯერო, ბიჭო, რა ის შავფერში. სამზარეულო გაუშვი მენა თეთრში და ვაფშე უნდა ბრიალებდეს ფითქინა თეთრი უნდა იყოს და იმას სამზარეულო იყოს ეგრე. შახვი არა. შემოგევლე. შენ რა კომპანიები აშენე და იქ ბევრი ფული შოვე და ბიზნესებში ჩაერთე და რაღაცა. მაგ ბევრი ფული ახლა შენ როგორი შოვე ერთი ბოთლებით ჩაბარებით და მალი არკითი შოვე ფული გამაგებინე ერთი რა. ნუგზარ, ხო კარგად ხარ შენ? კარგად. რა ბოთლებით ჩაბარებით, ბიჭო, მამაჩემმა დამიტოვა ყველაფერი, ხარ იცი, მამაჩემ როგორ შეძლებული კაცი იყო. რა დაგიტოვა, მასადე ჩემ საქმეს მივხედავ, ვიცი ეს მალი არკა და სტიაშკები და ეგეთ რაღაცეები რა კაცო. მოდი აქ. რა იცი, ბიჭო, შენ მოდი აქ, რა იცი, ბიჭო, რა უნდა იყოს საფერში. რა მინდა, ბიჭო, გამაიხა ნერვები არ მომიშალო და ისე, ეხა რო უფიქრდები, შენ ბავშვობაში რამე ტრაუმა ხო არ მიგიღია? ბავშვური ტრაუმა ძმაო, რატომ მეკითხები, ვაჟა, რა გინდა ვერ გავიგე. ბიჭო, რავი, ბავშვობის ტრაუმა ხო არ აგახმეთქი, მაინც მაგითო გეკითხები რა, ეხა იმიტომ რომ ეხა როგორ გითხრა, ხანდახან მაგრად უყ ხოლმე რა და ბავშვობის ტრაუმის ბრალი არ არის მეთქი, ეხა მაგითო. ვაჟა, მაგითო რა იმაში გადადიხარ, ეხა შენ დაუკრე ნერვები მეშელება რა. გაიგე, ნერვები მეშელება. ეხა შენ დაუკრე ბავშვი კი არა, თუ გლეწი აქედან აგა ბასკაში კეთებს, ბავშვების ისარი რემონტის საქმეა და მაგითო შევიკავებ თავს ეხლა, გაიგე. შენ ყვერც ხო, შენ დუყლუყი ხარ, ბავშვი. დუყლუყი შენ ხარ, ბიჭო. ბავშვის რემონტია და ჩვენ მასალებზე უნდა დარბოდეთ ელიავაზე. ქეფე გაგაკრავს პალიერივით შეახვარო კაცო. ელიავაზე უნდა დარბოდეთ და უნდა დებილი ხარ ვიღაცა ხარ. არ გამაგიჟო ეხლა, გაიგე. ანუ ელიავაზე უნდა ხო და წამოდი ელიავაზე აი ხ მოგიტ დედი. რესტორანი რეგულაციების ფონზე. მაგარი სიცივია, მაგრამ შენ საღმო გაბიძი არა, მაგარი კაცი ხარ, რა ახლა გილოცავ, ჯერ არ გაგიმჟღავნებიეთ, ყველაფერი დაისმენ, გილოცავ, ბიძი არა. ნიშნობა კარგი რაღაცაა და ამას ვასე ტრადიციულად კარგად აკეთებ, ხომ მიყვარხარ და გაფასებ და დანარჩენს თუ ფრაზე გეტყვი, ჩემო ადამიანო.
თუ მოვიდე ეგენი მალე. ო, როგორ ახარ, მონოფრო გინათო? შეგენა. იდარაც. არსენაბიძე მოვიდა ონისე და ხო არ შევიდეთ ვარემა? ო, შევიდეთ. ხო, რა ვიცი, მოსასვლელი ვინც არის მოვა. მოვა, ვიყინე, აღარ გამარჯობა. კი, ჯავშანი გვაქვს მაგიდის. და შეიძლება რომ შევიდეთ. არ შეგდით ვერ შევართ, რადგან პატების გამო დაკეტილია რესტორანი და ამიტომ გარეთ უნდა დაბრძანდეთ ტერასაზე. მოიცავ. აო, ტერასაზე დავბრძანდეთ. ტერასაზე უნდა დაბრძანდეთ. ეგ ტერასაზე არ გვითხარით, გასვე ახლა. პატებია საქართველოს. რა გავაკეთო ტერასაზე უნდა გავხსნათ რა უნდა რაღაცა იქნება მე. მოსულა გავართა. კარგი დავხსნებით. ხო, რა ვიცი, გარემ. აი დავხსნეთ. ხო, ანუ შიგნით ვერ შევიდა. პანდემია. მაგი მარჯვეთ ბიზია. მაგი. დავხსნეთ, რა ვიცი. ცივია ხო? ციქნება ესა ვარ სულ გას მეტი არავინ. მოლე. აა მოვიდა. მე ვნახე, მოდი აგე როგორ ახლა. გაუმარჯოს. მივაკინე. დაანცივა და. გაშვები, ავთანდენ, რა ხდება? გურიაში ძაბა. გურიაში? ხო, რა ხდება? ამფერი ამბებია. რასამ? აბა? ალა. შეგენა. ეს დაგევიზრო თუ რა უქნა. გაიხადე მაგ. რატო? გარეთ რო გახვალ? შეგცივდება. რასო? გამიფარა ვარ? იუბარი. ნაზი, ეგ უნდა ვთხარი? და გევიგინე. როგორ გავაკეთოთ ახლა ჯერ ცივები, შემდეგ ცხელი, ხო ჯერ? პასუხი ავთანდენ, დაგეხმარები. არა, იცი? აბა. სკას რომ აიდან 15 წუთში მაინც გაცილდება რა. როდღაც მაგის მოდარა. ნაზი! აი გენაცვალეთ, მოდი, რა ვიცი, დავიწყოთ ხო ნელა-ნელა. ბატონო. ჩემო ძვირფასო სუფრის წევრებო, რა ვიცი, მე მინდა ცოტა რომ გავთქვეთ რაღაცა ესეთ პირობებში ვართ, გავთქვეთ ცოტა რაღაც ერთ-ერთ ჭიქას ვიტყვი და დავლებ რა თქვენი სებართვითა. მე მინდა რა იცი რომ თავიდან ყველაფერი გავაიასროთ, ესე ვთქვათ, რომ კარგად თუ გვიდა ვიქეიფოთ, დავლიოთ, რა ვიცი, შევირგოთ, ვიცეკოთ, ყველაფერი გავაკეთოთ და ეს ყველაფერი 8-მდე მოვასწროთ, ჩემი კანონები მოხსნა, თუ მეთანხმებით, ხელი რო ამიწიოთ, რომ 8-მდე მოვასწროთ ეს ყველაფერი. მალე, ცივა, მალე. მაშინ უფლის წყალობით და საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით დღევანდელ დღეს გაუმარჯოს მილოცავ. გაუმარჯოს. გენაცვალეთ. გამარჯოს. დედა, ცივა, ვიგო. მოდი ერთად. სად არის რაღაცები? ვარე, მინდა. გალღვება და ცოტა ხანში მოგიტანთ. გალღვება და ცოტა ხანში რა თქმა უნდა, საჭმლის გალღვება, რამდენი ხანი? არა, მზარეული გალღვება თვითონ. მე მზარეული გაალღობს საჭმელს და მე თქვენ მოგიტანთ. ანუ დააგვიანდება, ესე გამოდის, ხო? დიდი ხანი არ აი, ონისე დამისხი მაშინ და მე იმაზე გადავ. სადა, ვიგო, სიცივე, საერთო კანალი, სიცივე. როგორ არ არის, ბატონო, მოდი ახლა დავიწყოთ კიდე და მე მინდა დავლოცო. ჩვენი წყვილი მინდა დავლოცო. დღევანდელი საღამოს მიზეზი ახლა ჯერ არ უთქვამს, რატომ მოვედით აქ რაღაც არ გადავახტები მოვლენებს წინ, მაგრამ ოჯახი მინდა დავლოცო. ოჯახი არის მთავარი რა. და მე მინდა შენ ახალბედას სიძე ხარ, მაინც არ მინდა გითხრა რომ ოჯახი არის ყველაზე ტკბილი. თავიდან მიდიხარ სახლში ხვდება, ცოლი მოსიყვარულე ყველაზე ტკბილი არსება. მე მიდიხარ ცოტა ხანში და ცოლი და ბავშვი ხვდება. მე მუშაობას იწყებ ოჯახი რო არჩინო. მე მუშაობას რო იწყებ სამსახურში პრობლემები გექნება უფროსთან. უფროსთან რო პრობლემები გექნება და სამსახურში პრობლემები გაქვს, ცოლთან გეწყება პრობლემები. მე აქედან იწყება ყველაფერი დედის და საბოლოო ჯამში რა არის, იცი? თავარია რომ ოჯახი გაქვს. ეგ არის ყველაზე მთავარი. ამიტომ როგორც არის სიცივე არის ჩვენს ძვლებში შემობარული, თქვენს გულებშიც მასე შემობარული იყოს. სიყვარული და სიხარული ჩემოტკილებო. მეტი რა ვთქვა, ბატონო. ახლა როგორც ამობენ, წყილებიო, განსხვავებული თუნდაბეგებო, განსხვავებული ხო არა? აბზის სივრაში ყველაფერი ბატარავდება და დავატარავდა ჭიქა. რაცადი? ჭიქა, დავატარავდა. რაიმე გაბდეგენა რო არ გქონდა ყვავი წაგიყვანდა ოღონ 9 საათამდე 9 საათამდე რატო ვითომ კომენდანტია ვათო ნაზი აი და აი რა იყო ბატონო მოსპანია ჯეთო სალა აი მოდი მაშინ კიდე ერთი წამი არ გავასცინოთ ეხა მე მინდა ჩვენი დაანათესავება მინდა დავლოცო და მე თქვენთან ერთად ვახტანგური უნდა დავლიო ბატონო შენ შემოგევლე რაშვებით კაცო დალე და დადგი წიქა ართო რა მივიღინე მოიცა კაცო რას გადაეფსკვენით ერთმანეთს ართო მასე მე რო ჩამხუტებოდი მოტაცება კი აღარ დაგჭირდებოდა ჩემი ფეხებით წამოყვებოდი ჯოხატაურში ართო ნაზი ართო
კაცო, ერთი ძამი. ბატონო ავთანდი, ლელა. თქვენ რა, ესეთი ჩახუდებით ბები თუ რას აკეთებთ, ვერ მივხვდი, კაცო. ბატონო ნისე, ერთი ძამი, ბოდიში, თქვენ მეუღლე სად არის? მე მეუღლესთან ერთად არ დავდივარ საერთოდ ქორწილებში, საზოგადოებრივ თავშეყრდნილებზე. რატო ანგელოზივით გოგოა, რას უწუნე? ანგელოზივით გოგო რო არის, მაგიტო მე ზუსტად ჩემზე უკეთესი ჩანს და საშინელება გამოვიყურები მის გვერდიდან. შეგჭამა ამ არასრულფასოვნების კომპლექსმა, ხო? თან ახლა სიცივია და განსაკუთრებით. სადაა მიზია სიცივე იყო მოსკოვში. მოსკოვში ვსახურობდი ჯარში, იქ იყო სიცივე, თუ იყო, მაგრამ ჯარში რომ ვიყავი, ჯარში მიზია, მაგრამ მთელი ორი ქართველი ვიყავით, ორი ქართველი. მთელი ბატალიონი 100 მყავდა მუჩი, 100. ეგ რა არის, კაცო, ეგრე თუ 100 მუჩი. ერთი ვერ მოდრიგეთ, დედა მოს ეს მოკლე პატარა. ვერ მოხუნე, დაბა. საჭირო იყო ეს წესები და ტრადიციები გავიყინეს, ნიშნობარი მოიგონა ამ სიცივეში. ხო გადავიპატიჟებდით ახალსახში რომ მივიდოდით ყველას. მართალია. მე ნიშნობა რა ამ სიცივეში. ავთო. გაიგონე რას ამბობს? რა თქვა? გოგო. უნდა დანიშნო კაცი რომ მერე ადვილად მიაგნო. ავთო. ნაზი. გაიგონე რა ვთხარი? აი, ერთი ძამია. ერთი ძამი, არ დაიღალეთ, ქალბატონო რა ქვია დამავიწყდა სახელი. ნაზი. ქალბატონო ნაზი. ხო, მე მინდა ქალბატონო ნაზი. მე მინდა ხა დავლიო სიყვარულის საგრძელო, განსაკუთრებით ქალოჯურის სიყვარულის საგრძელო მინდა დავლიო. არ მოშლილიყოს არასოს მთელი ბარადიულად ასდაბარად როცა იქნება ეს ყველაფერი. გავივარში ყველაფერს და იფასო მეგობრებო, მე ახლა მას ფეხს დამდგარი ვიტყვი, მაგრამ თქვენ თუ გიდა დაჯექით, ადექით, ისე თქვი და თან გათმებით, რა ვიცი, ჩემი აჯექი, გათმები, აი. არა, ვინა სიცივე არ არის, ახლა ეს სიცივე იყო ჩვენ დრო ჯარში რო ვიყავი. ჯარში ვიყავი, სიცივეში რა ქვია, იმას რა ქვია, ბაიკალში ვიყავი, არა, მოკლე მკლავიანით გადავცურავდი ბაიკალს და გადმოვცურავდი, აბა? აი, ავთანდილ, ახლა მართლა ჩალით ხო არ არის ქვეყანა დახურე, ახლა ბაიკალს მოკლე მკლავიანი მაიგით როგორ გადავცურავდი, ნუ გამაგიჟებ, კაცო. ახლა ვერა შეთის მეთქო, ბაიკალი გადავცურებ, დემკლავიანი თქო და თავზე უშაკამე ფარად ხო და ტელებრეი გამეთქო და ბადიკები შეგეცვალებოდი? არა, რა თქმა უნდა. ევაგი, მიზია დრამატურგია. всё, ავთო. შენ ჯარში იყავი თუ თეატრში? ნაზი! არ დაიწყოთ. ეიცა, ერცა. უჩი თემიცა. ერცა. საპირფარეში საითარებს. საპირფარეში გაკეთებს შენობაში, მაგრამ პადები მალე მითხარ, მალე. მაგაში მზადით რაღაც, ანუ პადების გამო დახურული და რაღაცი. ყველაფერი სოხოლოზე. ბაქიზიში. მაგაზე კარგი, არაფერი არ გაგეზობეს, გადაწყვეტე წაიცი. ახლა, ვიდეს რა უბე. დაში. გახტებ. ბონისე. ალეცა ყველაფერი. ბონისე. კინაღამ ხელი გავიჭერი. ვაიმე. ისივე აღარ გავთეთ, კაი სიმღერა მოვხდე, მაგრამ კაი სიმღერა. ბიდი. ისია. აია, სიცივე რო არის. არა, უკეთესი იქნებოდა სიცივე რო არ იყოს, რაღაც უღერებს. არა. უჯო რა. ავთო. გოგო ცივა ძალიან. ავთო გავიყიდე. ჭამის თავის არ მაქვს. ნაზი, რა ხდება? ძია. ძალედი შეიძლება ძია. არ მინდა ზმაო, არ მინდა კაცო, დამანე. აი რა მინდა გაიქრია. გადი აქედან მიჯო. მაზი კაცო არ მინდა კლედი და გუშინ წინ ხო გაჭამ კიდე გრელკა მაინც შეიძლება არ მინდა გრელკა ბიჯო, წადი დამანებეთ და ქორწილი. ეხმარი ზაური ამათ ხარ, თავაბიზი. არ მინდა ბიჯო, გადი აქედან რა დაძონძილ ხარ, გადი კაცო აქედან. გადი აქ. მეგობრებო, ასე ნაბიჯია თუ შეიძლება. კი, ჩემი აზრია საუბარი. კულმინაცია რო გავაკეთოთ სუფრის თუ შეიძლება ანი ვაიმე დედა ანი თუ შეიძლება რომ ცოლად გამომყვე ვაიმე მალე მითხარი ცოტა ოღონ რა მომეცი ვახტე ასენამიზია მოტყდა მეგონი რა მოტყდა თითი არიკას თითი მოტყდა ბიჭო ასენამიზია დავჩდა სამედით მოდი არ დაიღო გადი აზი თო კაი მაი არ იყოს ასე ავთო გეიცე თო მოდი უკაცრავად.
უკაცრავად. თქვენიანები წავიდნენ და შეგიძლიათ რომ დავტოვოთ. პანდემია 9 საათია. უკაცრავად. გაიყინა კიდე. დაცვა. მე რამდენი? დაცვა. სამზარეულოს უკან გადააგდე რა. მოგესალმებით ყველას. ამ რაც შეეხება თამაშის წესებს. წესები არის რთული, მაგრამ სამართლიანი. ახლა კი ჩვენი პირველი მონაწილე. გოგონა ზუგდიდიდან, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოვებული. მას სულ რაღაც ერთი თვე დასჭირდა დედაქალაქში თავის დასამკვიდრებლად. ნახოთ დაეხმარება თუ არა მას მეგრული ალღო 50000 მოგებაში. მაშასე შარლოტა ჯგერენაია. დედა ბატონო ნიკა როგორ ახარ ბატონო ნიკა როგორ ბზანდები დედა ეხლა ამჯერად თვალე ფერუჯერე ბატონო ნიკა რომ მართლა თქვენ გიყურებთ რა მეხირსა პირისპირ მიდგა და რა გავკრნა დედა შარლოტა მოდი უთხარი მაყურებელს რატომ მოხვედი ჩვენთან რატომ მოვედი ბატონო ნიკა და იმიტომ რომ სუპერ გადაცემა გაქვს ბატონო ნიკა წამყვანი ხო ვაფშე ძალიან მაგარი იყავს ამ გადაცემას რა ვაიმე ბატონო ნიკა დედა ძალიან კარგი ხარ ბატონო ნიკა რა თუ შეიძლება ერთხელ კიდე გავუმეოროთ მაყურებელს დედა ძალიან კარგია ბატონი ნიკა აი ძალიან ხო კი გადაცემაში მე რა გიყურებდით იქ ძალიან მომწონით მაგრამ ესე ვაფშე სპანაირი ხარ სუპერი ხარ ბატონი ნიკა რა სუპერ გადაცემა გაქვს ყველაფერი ძალიან მაგარია სახელიც კარგია უბრალოდ ბატონო ნიკა, იცი რა არის? ანუ სახელი მართლა მომწონს ხა, კარგია ეს რაღაცა, მთავარი ჭკვიანი, მაგრამ მთავარი ჭკვიერ. ასე რომ ერთხელ გადაცემას მაინც მეგრულ აჯღერს რა. მთავარი ჭკვიერ. ეთერშია გადაცემა მთავარ ჭკვიერ. მე არ გამომდის, მაგრამ ვეცდები რომ გამომევიდეს. შენზე უამბე მაყურებელს. მე ვარ შარლოტა ჯგერენაია, დავიბადე ზუგდიდში, დავამთავრე სკოლა, თუმცა რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო მიწევდა რაღაცნაირად გული თბილისისკენ. ერთ დღესაც ჩავჯექი მარშრუტკაში და წამოვედი. გამოვიარე ხობი, სენაკი, აბაშა, მერე ქუთაისი, ზესტაფონი, მივადე კი რიკოს. ცოტა დავიღალი ახლა მეთქი აქ ხوار ჩამოვიდი აქ ხوار დავიმკვიდრო თავი მეთქი, მაგრამ უთმოდ რაღაცა შინაგან ამახმა მეგრულად მიბიძგა. არა, ადი მარშრუტკაშიო. თურმე ეს შინაგანი ხმა მძღოლი არ ყოფილა, ამიტომ ბოლომდე გამოვხები მეც მარშრუტკა გავეკდა. შემოვედი თუ არა თბილისში ქართლის დედას ასე გადავხედე ამაყა და მეთქი შენზე პოპულარული თუ არ გავხდი, აგერ მიყურე თქო და ბატონო. იხედავთ ახლა სადაც ვარ და როგორც ვარ წამოჯგიმული, აბა რა გეგონათ? მაშასე შარლოტა დავიწყოთ? დავიწყოთ. შეგახსენებ რომ გაქვს სამი დახმარება. აქედან ერთ-ერთი არის სტუმრის დახმარება. გაგვაცანე თუ შეიძლება შენი სტუმარი. კი, ეს არის ჩემი თბილისელი დაქალი თიკუნა. როგორც კი ჩამოვედი თბილისში, ეგრევე დავდაქალდით მე და ჩემი თიკუ. ალბათ საკმაოდ განათლებული ბრძანდება თიკუნა.
არა, კაცო, რა განათლებული. პირიქით, მაგიტო წამოვიყვანე, რომ ამის ფონზე მე ძალიან ჭკვიანი და ისეთი ერუდირებული გამოვჩდე. მოკლედ, იმიჯისთვის ხა იცი თბილისელი და ხალი მჭირდებოდა, ხო ხტები, ხცუდად არ გამიგონიგო. თიკუნა. გამარჯობა პირველ. გამარჯობა ბატონო ნიკა, ძალიან მიყვარხართ. დიდი მადლობა. გაგეცანით რომ არ გამომეხატა. დიდი მადლობა. მე მინდა რომ წარმატებები უსურვო შარლოტა, შარლოტ მიყვარხარ ძალიან მიხარიხარ და უმაგრესი გოგო ხარ და აბა შენიცი რა, მეტი თავდაჯერებულობა. თიკუნა, წიგნები გიყვართ თქვენ? წიგნები კი მიყვარს. ნუ მიყვარს რა, შეიძლება არ წავიკითხო თვითონ წიგნი, მაგრამ აი თავისთვის რო დევს თაროზიან მაგიდაზე, ანუ საერთოდ გაღიზიანებას არ იწევს ჩემში და აღნიშნავ იმას, რომ არც ის ტიპშა არ ვარო, რაღაც ვეცე და დავაზიანო, გავგლიჯო შუაზე ანასის შემდეგ. ანუ ჩემი მხრიდან აგრესია არის ნული აბსოლუტურად და რა ვიცი, შესაბამისად მე მგონი რომ მიყვარს. ნუ ესე ვიტყოდი მე. შარლოტა, თქვენი მეგობარი რა გვარია? ჩემი მეგობარი არის თიკუნა ხარებაშვილი. ხარებაშვილიად ვარად. რა არის მე გოგო, ვინმე ჩვენიანი ვერ არჩი, გოგო, რა არის რა გვარი იმასგენი? გეთქვა აგე დიკო ჯოჯუები არიან კიდე აგე გაბუნიები არიან. ხოშია აგე კიდე ბექა და ჟენ და ბექა ყოშია მე რა მოგივიდა გოგო? მე ვასტა იშო. კაჭიდია. კარგი. ყურადღება პირველი შეკითხვა. ჩამოთვლითაგან რომელი არ არის მეგრული კერძი? ელარჯი, გებჟალია, ფურჩხოლია თუ ევრაზიული კურდღელი ბურგუნდიულ საფანელში? მოდი გაგიმეორებ, კარგი? კაი, გამიმეორე. ჩამოთვლითაგან რომელი არ არის მეგრული კერძი? ელარჯი, გებჟალია, ფურჩხალია თუ ევრაზიული კურდღელი ბურგუნდიულ საფანელში? აი ეგ არის სწორი პასუხი. ბოლო რა თქვი შენ? აი ბოლო რა თქვი, ეგ არის სწორი პასუხი, მაგრამ იკა ჩვენ მაგასაც სამეგრელოში გადასარევად ვაკეთებთ, რო იცოდე. ბერტა ძაძამია აკეთებს ისეთ თითებს ჩაიფნეთ პირდაპირ, დამიჯერე რა, აკეანოს. ეს არის სწორი პასუხი და შენ მოიგე 500 ლარი. მადლობა. გილოცავ. ბანდი მადლობა. ყურადღება შემდეგი კითხვა. ვინ ითვლებიან კინოკამერის გამომგონებლად? დები იშხნელები, ცოლქმარი ჭითანავები, მამაშვილი ზარანდიები თუ სწორი პასუხი ძმები ლუმიერები? სწორი პასუხი ძმები ლუმიერები მგონია სწორი პასუხი. და გილოცავ. შენ მოიგე 1500 ლარი. და სანამ შემდეგ კითხვას დავსვამდე, რამეს ხომ არ მეტყოდი? რა ვიცი ახლა რა გითხრა ბატონო ნიკაი, მადლობა ყველაფრისთვის. რა მე აი მართლა გიჟდები თქვენზე. ასეთი უნივერსალი ადამიანი მე მთელს პლანეტაზე არ მინახავს საერთოდ რა. ჟურნალისტი ხომ მაგარი ხარ. სტუდიაშიც ხომ მაგარი ხარ. ლაივებზე და ჩარტებზე ვაფშე ძალიან გადასარევი ხარ რა. საუკეთესო და შოეს საუკეთესო წამყვანი ხარ ბატონო ნიკა და საერთოდ რატომ ეძებთ ამ თავარ ჭკვიანს, როდესაც თქვენ თვითონ ხართ მთავარი ჭკვიანი. და შენ მოიგე გარანტირებული 3000 ლარი გილოცავ. ძალიან დიდი მადლობა რა. კარგი. ეხლა უფრო გართულდება კითხვები და გავაგრძელოთ თამაში. კი ბატონი. შემდეგი კითხვა 5000 ლარი. მოდი მანამდე შენს მეგობარს ვკითხავ, სანამ კითხვას დაგისვა. ოკეი ბატონი. თიკუნა. ისტორიაში როგორ ხარ? მათემატიკურად. მათემატიკურად როგორ? ანუ აი ყველა წელს გეტყვით რა, მაგრამ იმ წელს რა ხდებოდა, პროსტა აზია რო არ და გთხოვოთ დამინდეთ ეგ კითხვა რო არ დამისვათ. რა არის გოგო, ვინმე ვერ მონახე წესიერი გოგო, რამდენი უნდა? ის გითხარი რა, მეტი დი?
ჯოჯუები ყავს მაგრამ ყოშია ბექა ყოშია კანფეტი ბიჭი ვინო მე იშმევლა კარგით შემდეგი კითხვა ვინ დაარსა თბილისი ვახტანგ გორგასალმა ედემი ხურცკაიამ არნოლდი გაბისკირიამ თუ ბერნარდი ესაკიამ რა თქმა უნდა ედემი ხურცკაიამ შარლოტა მოდი ცოტა დაფიქრდი და ისე შეგახსენებ ლეგენდას შევარდენის და ხოხბის შესახებ მერე არიცი იმ დროს ვის ხავდა ყველაზე დიდი ხოხბების ფერმა? ვის ქონდა ერთი? ედემი ხურცკაიას არ ქონდა? და ზოგადად საზღვარგარეთებში გაქონდა ეს ხოხბები გასაყიდად იცი შენ მაგი ამბავი? ნუ მე კი ვიცი ახლა მართლა რაც არის სწორი პასუხი, მაგრამ კი ბატონო, იყოს ეს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპი იყოს ბატონო. ვახტანგი გორგასალი იყოს. და ეს სწორი პასუხია და შენ მოიგი 5000 ლარი გილოცავ. ბატონი. და მოდი, ბევრი რო აღარ გავაგრძელოთ, პირდაპირ 50000-იან კითხვას დადის. დედო, ნანა. მიდი ნიკა მზად ვარ. მზად ხარ თამაშისთვის? კი ბატონი. ვინ ვართ მეგრელები ერთმანეთის ამტანი გამტანი რამტარი ტამტამი რა თუნდა ამას ახლა აი ამდენი ფიქრი რა თუნდა რა თქმა უნდა გამტანები ვართ ერთმანეთის გამტანები აბა როგორ ეხა სად გაგონილა გოგო თიკუნა სად მეგრელი არ უნდა გაიტანოს აბა რა გამტანები ვართ ერთმანეთის და ეს სწორი პასუხია და შენ მოიგე 50000 ლარი გილოცავ დეგენერატო რა ხდება? დენი ვინ გამორთო რა ხდება? პატა სად არის განათება რატო არ არის? ვინ გამორთო დენი? ბატონო ნიკა ეს დავალიანების გამო გაგვითიშეს შუქი რა ბოდიში რა. ხო მაგრამ ეხლა გადაცემა როგორ დავამთავრო? შენ დურა შენ გადაცემა როგორ დავამთავრო? რა გავაკეთო ეხლა რითი? მოიცა რა არის მეღადავები თუ რა არის? თუ გადასახდელი იყო ეხლა რაღაცო გვაგდენი. ნიკა, ყველაფერი მოვაგვარე. ყველაფერი მოგვარე. ეხლა არ გამაგიჟო, ეხლა აი ამ შუქის ფულზე გალაპარაკებდი, ეხლა მე ყველაფერი მოვაგვარე. რა გამიკეთე გოგო შემარცხინე ხალხს თუ რა არის? გაცნე ბოლო კითხვის მორალიც ეს იყო რომ მეგრელი უნდა გაიტანოსო. გაჩერდი არ უნდა მაგაცო. აქტივი მეცი გინდოდა მაგ აი რა, აი მართლა და უბრალოდ ეგ რა. ან ხელაპუნები მაგ ხელში ჯაგდებული და